მოგდის ძვირფასო ტელემაყურებლებო, პატარა პაუზის შემდეგ ვეკვა TV კვლავ ეთერშია. მოდით დაგროვებულ სიახლეებს გავეცნოთ. დედაენის დღესთან დაკავშირებულ კალიგრაფიისა და ესეების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები კი გახდნენ ანა მავზარაშვილი, მაშო სარიშვილი, ბარბარე მიქელაძე, ბაქარ ღვალაძე და ანასტასია ბაგათელია. ესეების კონკურსში კი გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სანდრო დოლიაშვილმა. 26 აპრილს სკოლაში მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა აკადემიური როლური პროექტი გაეროს მოდელირება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს ადამიანის უფლებების, ჯანდაცვისა და ეკონომიკური და მდგრადი განვითარების კომიტეტებში. ფინალურ ღონისძიებაზე კი წარადგინეს რეზოლუციები და დიპლომატების როლი მოიგეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდა ორი საუკეთესო დელეგატი, ეკა იაკობიშვილი და გვანცა კოხრეიძე. გამარჯვებულები პროექტის ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მოგესალმებით, მე გახლავართ სოფიო ლორია და დღეს ჩვენ სიუჟეტში ვისაუბრებთ გაეროს მოდელირებაზე, რომელიც სკოლაში ჩატარდა. მისი ორგანიზატორი ნია ბაციკაძე დღეს ჩვენი სტუმარია. გამარჯობა ნია, როგორ ხარ? გამარჯობა სოფო. ამ ეტაპზე ძალიან კარგი გაგრძნობ თავს, იმიტომ რომ პროექტი არაჩვეულებრივად ჩაიარა და ყოველთვის საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო და რა თქმა უნდა, მადლობა მოწვევისთვის გადაცემაში. ძალიან სასიამოვნოა. პირველ რიგში მაინტერესებს რა არის გაერო და რა ფუნქცია და მოვალეობები აკისრია მას. ესე იგი, ზოგადად გაერო, იგივე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარების, საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობას. გაერო შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც 50-მა სახელმწიფომ სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე მოაწერა ხელი მის წესდებას. გაეროს შექმნის ძირითადი საფუძველი იყო ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ სახელმწიფოების ერთიანი კოალიციის შექმნა. დღემდე გაერო თავის ფუნქციას არ კარგავს და აქტიურად მონაწილეობს კონფლიქტების მოგვარებაში, იცავს ადამიანის უფლებებს და ეხმარება ეკონომიკურ და მდგრად განვითარებას. ასევე აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც არის გაეროს ენების შესახებ. კონკრეტულად გაეროს აქვს 6 ოფიციალური ენა: ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური, არაბული და ესპანური. ზოგადად გაეროს აქვს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ორგანო. ეს მნიშვნელოვანი ორგანოებია უშიშროების საბჭო, სამეურვეო საბჭო, სამდივნო, საერთაშორისო სასამართლო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქედან გენერალური ასამბლეა, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩვენი პროექტი ჩატარდა. ეხლა რომ გვესაუბრო ზოგადად რას მოიცავს გაეროს მოდელირება და რა პროექტია ეს? გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, იგივე სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და გამართონ დებატები გლობალურ საკითხებზე. ზოგადად, გაეროს მოდელირებაზე მოსწავლეები ასოცლებენ გაეროს ერთ-ერთ ორგანოს გენერალურ ასამბლეას და ირგებენ დიპლომატების როლს. ეს პროექტი ანვითარებს მოსწავლეებში ისეთ უნარჩვევებს, როგორიც არის დებატების უნარები, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, საჯარო გამოსვლების უნარები და გუნდური მუშაობა. საბოლოოდ კი რომ გვესაუბრო, როგორ წარიმართა ეს პროექტი ვეკვა სკოლაში. ვეკუაში გაეროს მოდელირება 2025 ჩატარდა 26 აპრილს, რომლის ფარგლებში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ პროექტში მონაწილეობა მიიღოთ და ფაქტობრივად დიპლომატიის როლი მოერგოთ. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გადანაწილდნენ კომიტეტებში, სულ გვყავდა 3 კომიტეტი: ადამიანის უფლებების, ჯანდაცვისა და ეკონომიკური და მდგრადი განვითარების კომიტეტები. პროექტში უშუალოდ მონაწილეობამდე და საერთო კონფერენციამდე მონაწილეებს დაურიგდათ თეზისები, რომლებიც ეხებოდა დღევანდელ აქტუალურ პრობლემას და საკითხს, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი და მისი როლი მრავალი პრობლემის გადაჭრაში. ამის საფუძველზე მონაწილეებმა, ანუ იგივე დელეგატებმა შექმნეს საერთო პოლიტიკური დოკუმენტი, ანუ რეზოლუცია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი კომიტეტის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მისი ძირფესვიანი აღწერა. საბოლოოდ პროექტის განმავლობაში გამოვლინდა რამდენიმე გამარჯვებულიც,
კერძოდ, მათი გამარჯვებულების კატეგორია იყოფოდა ორ ნაწილად: საუკეთესო კომიტეტი და საუკეთესო დელეგატები. საუკეთესო კომიტეტის კატეგორიაში გაიმარჯვა ჯანდაცვის კომიტეტმა, რომელიც მონაწილეები იყვნენ ალექსანდრე თედიაშვილი, საბა მესხიშვილი და ანდრია ფირცხალავა, ხოლო ორ საუკეთესო დელეგატად დასახელდა ეკა იაკობიშვილი და გვანცა კოხრეიძე. რა თქმა უნდა, სიმბოლურად პროექტის ორგანიზატორებისგან გამარჯვებულებმა მიიღეს საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილე შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ძალიან დიდი მადლობა ნია, ნამდვილად რომ საინტერესო წარმართულა პროცესი. დიდი მადლობა თქვენ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რუბრიკა ვეკუას ჭუჭუტანაში, მე კი მისი წამყვანი ემილია ხუხვა გახლავართ. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, თავის საქმის პროფესიონალი და ბლოგი მაგნოლიას დამფუძნებელი ქალბატონი ნინო მთიულიშვილი. მოგესალმებით მას, როგორ გასაგებთ პირველ რიგში? დიდი მადლობა, ძალიან კარგად ვარ. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ აქ თქვენ სტუდიაში, ძალიან კარგი წამოწყებაა ემილი და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ჩვენი პირველი კითხვა ასეთი იქნება. ორი ედე სიტყვით რომ მოგვიყვეთ ამ საგნის გეოგრაფიის შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის სწავლება? იქ ძალიან საინტერესო თემაა და ცოტა ვსვათ მინდა გიპასუხოთ. გეოგრაფია შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცოტა რთული საგანია, ბევრს ესე ეჩვენება კიდევაც, მაგრამ ძალიან საინტერესო და საჭირო საგანია და რატომ უნდა ვისწავლოთ გეოგრაფია, ეს კითხები ბავშვებს კი არა, მშობლებსაც აქვთ ხოლმე. და ცოტა მომწურავად გიპასუხოთ ამ კითხვაზე. პირველ რიგში იმიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ თვალსაჩინო გვიფართოვდება, კარგად აღვქვათ ჩვენ სამყაროს, ვეცნობით გეოგრაფიულ გარსებს, ახლა ვიცით ხო ეს ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ასე შემდეგ. ურთიერთკავშირს. გარდა იმისა, რომ სწავლობთ კონტინენტებს, სწავლობთ ასევე ძალიან საინტერესო საზოგადოებას, მოსახლეობას, ამ მოსახლეობის პრობლემებს, მიგრაციებს, რასებს, რელიგიებს, რაც გვეხმარება იმაში, რომ ტოლერანტულები ვიყოთ, უფრო კარგად აღვქვათ სუსი კულტურა და სხვისი კულტურის ფონზე ჩვენიც კარგად გავითავისოთ და დავინახოთ. ასევე სწავლობთ ქვეყნებს, ტერორიზმს სწავლობთ, გლობალური პრობლემების გადაჭრაში უდიდესი როლი აქვს გეოგრაფიას და ამ სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიების შემუშავებაში, რაც გლობალურ პრობლემების გადასაჭრელადაა საჭირო, გეოგრაფიას ძალიან დიდი როლი აქვს. ასევე დღევანდელი, ახლა ვიცით ხო, დღევანდელი სამყაროს განვითარების ძალიან დიდი გეგმა არის მდგრადი განვითარების მიზნები. ამ მდგრადი განვითარების მიზნები პირდაპირ თითქმის ყველა მიზანი შეეხება გეოგრაფიას. კიდევ დავამატებ ცოტას თუ შეიძლება, მინდა რომ კარგად გაიგონ. ასევე ავითარებს უნარებს. ძალიან ბევრ უნარს. მათ შორის სივრცითი აქმა ხო გეოგრაფიის შესწავლის მთავარი ამოცანა. აღვქვათ სამყაროს, გივითარდება რუკაზე მუშაობის უნარი და აქვე უნდა გითხრათ, რომ ერთადერთი საგანია, რომელიც რუკას შეისწავლის და შემდგომში ამ რუკას იყენებს ძალიან ბევრი სფერო. კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური აზროვნების სივრცითი აქმნის ძალიან ბევრ უნარებს ავითარებს, რაც შემდგომში მე ადგება ადამიანს და რაც თორე იყენებს ძალიან ბევრი სფერო გეოგრაფიას. მაგალითად, სამხედრო სფეროში გამოდგება, მაგალითად, ტურიზმი, урბანიზაციის აგეგმა ქალაქის урბანიზაციის, მთელი რიგი როგორც გითხარით, მთელი რიგი პრობლემების გადაჭრაში იყენებს რეკრეაციული ზონები, ზოგადად აი სახლი რო ააშენო გეოგრაფიის გარშე ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ლითოსფერო უნდა შეისწავლო. მოკლედ მე ძალიან გირჩევთ, რომ გეოგრაფია საინტერესო და რაც თავარია ეს დამავიწყდა. თუ გეოგრაფია კარგად იცი, აი წარმოიდგინე რამდენი რამე დავასახელე. მეურნეობა გამომჩა კიდე. თუ გეოგრაფია კარგად იცი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი ხარ. აი ესე თუ იწყებ ცხოვრებას, რომ ამდენი რამე იცი, ამდენი რამე შეერკვევი და სადაც გინდა ნებისმიერ საზოგადოებაში რომ მოხვდები ხარ, საინტერესო ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბევრ თემაზე ისაუბროს, რომელიც დახვეწილია და ფლობს. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ილაპარაკეთ და როგორც ვიცით, ერთ ბლოგზე გაქვთ განთავსებული ეს ყველაფერი, რა იყო საფუძველი ამ ბლოგის შექმნის, სახელად მაგნოლია, როგორც ვიცი. ხო.
კი, მაქვს ბლოგი მაგნოლია, სადაც დაახლოებით 1,14,000-ზე მეტი შემოსვლა დაფიქსირებული. სხვათაშორის ადმინი მწერს ხოლმე მონაცემებს და ესაა დაახლოებით 53 ქვეყნიდან, სადაც ქართველები არიან და დაგუგლავენ ყველა ჩემ ბლოგზე შემოდის. როგორ ძალიან სპონტანურად შეიქმნა, ზოგადად ბლოგის გაკეთებას ვსწავლობდი და ეს ბლოგი რო შევქმენი, მე ავტვირთე რაღაც ინფორმაცია, იქ ბავშვებმა გამოიყენეს და ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან მომგებიანია ბავშვამდე მეიტანო ინფორმაცია, თუ ყველას ხელი მიუწვდება აი ამ ერთ მისამართზე. და შემდეგ განვათავსე ამ ბლოგზე არის მასალა, იცით და თან კიდევ რა იყო, იცით, რახან ერთ წელს გამოიყენებ წიგნს და ჩააბარებ, მეორე წელს თუ იქიდან ინფორმაცია გჭირდება, ცოტა ძნელია მოიძიო, ხო, იმ წიგნში. და აი ეს სახელმძღვანელოები არის დაკონსპექტებული ერთგვარად. იქ შეტანილი მასალა, ნომენკლატურა, რაღაცები ჩამონათვალი, სურათებიც კი მაქვს დადებული, რუკები მაქვს და შესაბამისად ძალიან მომგებიანია ბავშვებისთვის. როგორც გავიგეთ, ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს ამ ბლოგს, რომ არ არის ეს პატარა რიცხვი. მოსწავლეებს რა შეეხმარებათ ეს ბლოგი? ხაი მე მაგაზე უკვე დავიწყე საუბარი. ეხმარებათ იმაში, რომ ადვილად მოიძიონ თეორიული მასალაც. რუკები დევს ძალიან ბევრი. არის ჩემს მიერ შექმნილი ვიქტორინები, ლექსიკონები, ასევე პრეზენტაციები, რომელსაც აი ჩვენი სკოლის ბავშვები რა პრეზენტაციებს აკეთებენ ნებისმიერ თემაზე, ეს დევს და თუ დაინტერესდება ვინმე ნახავს. და ძალიან საინტერესოა ესეთი რაღაცა, ერთ ტრენინგზე ვიყავი და დამწყები მასწავლებელი იყო, უბრალოდ 5 წელია მასწავლებელი ვარ და მითხრა რომ იცით რა, მე თქვენი ბლოგით ავიდგე ფეხი. რომ ყველაფერი იქ იყო განთავსებული, რაც დამჭირდებოდა, არ დამჭირდა ძებნა და ისეთი მადლობელი დავჭი და ძალიან სასიამოვნო იყო სხვადასხვა. ბოლო კითხვა ასეთი იქნება, თუ რა რჩევას მივცემთ იმ მოსწავლეებს, ვისაც გეგმაში აქვთ უფრო სიღრმისეულად ამ საგნის სწავლა და იმ მოსწავლეებსაც მივცემთ რჩევები, ვისაც ეძნელებათ ამ საგნის შესწავლა. ხო, აი ხო გითხარით, ძნელი გონიათ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სახალისო საგანია. აი რას ურჩევდი? პირველ რიგში ურჩევდი, რომ გაითავისონ ის, რასაც სწავლობენ. როგორ უნდა გაითავისონ? აი დაინტერესდნენ თუ კონტინენტს სწავლობს ბავშვი. ძალიან მარტივია, დაათვალიერე, შედი. დავუშვათ YouTube-ში ან დაგუგლე, ნახე ვიზუალურად რა არის ეს. ნახე გადაცემები მაგალითად. ძალიან ბევრი გადაცემა, ძალიან ბევრი არხებია, რომელიც აი ამ გეოგრაფიულ თემას ეძღვნება. გაიაზრე, კარგად გაიაზრე, რას საუბრობ, რომ დააბყარო ლოგიკური კავშირი. მე იცით რა, შესწავლის უნარები ყველა სხვადასხვა, განსაკუთრებით ჭირს გეოგრაფიის ნომენკლატურის სწავლა, ხო? გაგეცინა? მიხდი. რა უნდა? უნდა დაყო ინფორმაცია, რა ერთბაშად ყველაფერს ვერ ისწავლი, შეეცადე გარითმო. ახლა ხო იცით ჩემთან რომ მეც მაქვს ესეთი სწავლების მეთოდი, მაგალითად უნდა გარითმო რაღაცა ლექს დაამსგავსო, ლექსებად მაქვს აწყობილი ეს კუნძულები, ნახევარკუნძულები და ისინი მაგალითად ირლანდია, ისლანდია, ზელანდია ერთად ისწავლო. რაღაცა ლოგიკა ჩადო, ან ასოციაცია, რის მიხედვითაც ისწავლი ამ ნომენკლატურას. აუცილებელია რომ გამოიყენო რუკა. გეოგრაფიის შესწავლა რუკის გარეშე ცოტა ძნელი წარმოსადგენია. რუკა გარდა იმისა, რომ გეხმარება სივრცით აღიქვავ, სად არის ეს ობიექტი, ან მოვლენა, ან პროცესი, რასაც სწავლობს გეოგრაფია. და ნუდანებდებით, შეეცადეთ რომ ბევრი შრომა ჩადოთ, თუ გინდათ, მარტივად არ გამოდის, რომ აღიქვათ რა ლამაზია ჩვენი პლანეტა. მეთოდები ახსენეთ და ძალიან საინტერესოა თქვენი სწავლების მეთოდები, თუ როგორ ასწავლეთ ამ საგანს და ცოტათი მაგაზეც რომ მოგვიყეთ, თუ შეგიძლიათ. აი მეთოდები კიდევ ერთხელ გაგიმეორეთ, მაგალითად, როცა სწავლობთ რეგიონებს, ეხლა თვითონ დედაქალაქების სწავლა კი არა ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი არის რომ ისწავლო ეს რეგიონი, რადგანაც როცა მე მაღალ კლასებში ან ზოგადად ვახსენებ რეგიონს, მაგალითად ჩრდილოეთ ევროპაში ეს ხდება რაღაცა მოვლენა, ხო?
ჩვენ ევროპა უნდა კონდეს ვიზუალურადაც გააზრებული და ის ქვეყნებიც უნდა იცოდე, რომელზეც მე ვსაუბრობ. ამიტომ დედაქალაქებს, მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპის დედაქალაქებს ყველა მთელი კლასი ერთსა და იმას ვიმეორებთ. ნორვეგია, ოსლო, ფინეთი, ჰელსინკი, შვედეთი, სტოკჰოლმი და ასე შემდეგ. როდესაც 30 ბავშვი ყველა ერთნაირად იმეორებს, ის რჩება. ის რჩება დამიჯერეთ წლები გასულა და შემხვედრია მე ჩემ მოსწავლე და 15 წლის წინანდელი უთქვამს რომ ახსოვს ნორვეგია, ოსლო, ფინეთი. ასევე კუნძულები ლოგიკას ვდებან ვრითმავან რაღაცას უკავშირებ და უფრო ადვილია აღსაქმელად თუ მაგას მეკითხებ და თეორიულ მასალასაც აი ეს დაზუთხული გეოგრაფიას ვერ ისწავლე. გეოგრაფია უნდა ისწავლო მიზეზშედეგობრივი კავშირი. რატომ მოხდა? მე არ მინდა მარტო იმის თქმა რომ აი აქ ქარებმა რაღაცა გამოიწვია, ხო? რატომ გამოიწვია? რა მოხდა? საიდან გაჩნდა? შეიძლება ძალიან ღმათ არა, მაგრამ რაღაცა ლოგიკა უნდა ჩადო და მაშინ საინტერესო გახდება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ტელემაყურებელი ძალიან მოხარული დარჩა. მე კი გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. დიდი მადლობა. მოგესალმებით წარმატებული უკვლელების მორგედაცემით დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ირაკლი შალიბაშვილი. იგი პატარა ასაკიდან მონაწილეობდა სასკოლო ოლიმპიადებში. მას მათემატიკის ყაზახეთის ოლიმპიადის 2 медаლი აქვს. ასევე აქვს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს медаლი, რომლის გუნდური შედეგი საქართველოს ისტორიაში ახლაც საუკეთესოა. სკოლის შემდეგ მან ჩააბარა თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე, სადაც ასევე აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადებში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან შემოთავაზება მიიღო Google-ისგან და იგი დღემდე იქ მუშაობს. ახლა კი გადავიდეთ ინტერვიუზე. მოგესალმები ირაკლი, როგორ ხარ? მადლობა კარგად და მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში შეგიძლია გვიანბო რა მოგცა ოლიმპიადებმა და რა წვლილი შეიტანა შენს განვითარებაში? კი ბატონო. ოლიმპიადებთან რეალურად მე ცოტა შემთხვევით გადავიკვეთე. რაც ვეკვა სკოლაში გადმოვედი, იყო საოლიმპიადო წრე, იყო ეროვნული ოლიმპიადა და როგორც ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე, მასე ვასპარეზობდი. თან ვასპარეზობდი სხვა ოლიმპიადებში. მე როგორც აღმოჩნდა, სადღაც მე-10 კლასში მათემატიკის ოლიმპიადებზე უფრო კარგი შედეგი მქონდა და ასე მე-10 კლასში უკვე გადავწყვიტე, რომ უფრო მეტად შრომა ჩამედო მაგ ოლიმპიადებში და გაჩნდა უკვე რაღაც კონკრეტული მიზნები. იყო იქ ყაზახეთის ოლიმპიადა, იყო საუბრები საქართველოს ნაკრებზე, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენდა ქვეყანას და უკვე მაგ მომენტში დავიწყე სამაგისტროთ შრომა. რაც შეეხება რა მომცა უშუალოდ ოლიმპიადებმა, ეგ შეიძლება გაიშალოს რამდენიმე ასპექტად. პირველ რიგში უშუალოდ რაც ვისწავლე, ასე თქვა თეორიული ცოდნა, ეგ მომავალშიც ბევრჯერ გამომადგა, თუნდაც უნივერსიტეტში ან თუნდაც კიდევ შემდგომ კარიერაში, მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისწავლე ზოგადად როგორ მესწავლა რაღაცები. თართული რაღაცები. იმიტომ რომ ოლიმპიადაზე მარტივი საკითხები როგორც არ არის. და როდესაც ვსაუბრობთ უშუალოდ მათემატიკის ოლიმპიადაზე, მან დამატებით კიდევ მუშაობ ზოგადად აზროვნების პრინციპზე. არ არის მხოლოდ რაღაც ფაქტების დამახსოვრება, არამედ არის როგორ უფრო ჭკვიანურად დააწყო რაღაცები შენს თავში და ააწყო მსჯელობა. რაც მე ბევრ სხვადასხვა დარგში გამომადგა. მაგის გარდა შემიძლია დავამატო დისციპლინა, რის გარეშეც არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ერთია იყო ნიჭიერი, მაგრამ მეორეა იშრომო, იმისთვის რომ შენ მიზნებს მიაღწიო და თან ცოტა რთული არის, რომ როდესაც სკოლაში ხარ და გაქვს ბევრი საშუალება რომ გაერთო და დრო ატარო სხვადასხვანაირად, რომ გადადო ეს შენი დრო იმისთვის რომ რაღაცისთვის იშრომო. და დისციპლინა მერე თავის შედეგს ყოველთვის გაძლევს თუ სწორად გამოიყენებ.
მადლობა ასეთი საინტერესო პასუხისთვის. არა, ვეკუა სკოლა. აირჩევდი თუ არა იმავე ფაკულტეტს მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებებს? საინტერესო კითხვაა. რაზეც ზუსტი პასუხი ვერ მექნება. იმიტომ რომ რეალურად ჩემი მათემატიკით დაინტერესება ერთის მხრივ გააღრმავა ვეკუა სკოლა. მაგრამ თან როდესაც ვსაუბრობთ კომპიუტერულ მეცნიერებებზე, მე სკოლის პერიოდშიც დიდად გადაკვეთა მაგასთან არ მქონია. უფრო იყო ის, რომ მათემატიკა კარგად გამომდიოდა, ვიცოდი, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებშიც იყო მათემატიკა საჭირო, დიდი დოზით. ასე იგი იყო კარიერის ეგ მიმართულება შესაძლოა წარმატებული ყოფილიყო და თან ამას გარდა ბევრი ჩემი მეგობარი მიყვებოდა მაგზას და მეც ამიტომ გადავწყვიტე კომპიუტერულ მეცნიერებების და მათემატიკის გაგრძელებას სწავლის. რომ არა ვეკუა სკოლა შესაძლოა არათუ მაგ სფეროს, არამედ საერთოდ მათემატიკის ოლიმპიადებს არ გავყოლოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მაინტერესებდა ეგ თემები. ეგ შესაბამისი ყურადღება, როდესაც ხარ სკოლის მოსწავლე, რომ შესაბამისი ცოდნა მოგცეს, როდესაც შენ გაქვს უნარი აითვისო. ჭირდება ასევე წრეში გულისხმობ ხალხს, იმიტომ რომ როგორ ხალხში წვრიალებთ, მე იმათ მემსგავსებით უფრო. შესაბამისად, მაგ მხრივ ძალიან დამეხმარა ვეკუა სკოლა. თან კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, იმ ფაკულტეტზე სწავლა, სადაც მე ვსწავლობდი, არ არის მარტივი, მოხვედრა უფრო სწორად. და მე როგორც ოლიმპიელმა ასე ვთქვათ, პერიოდი გამოვტოვე, იმიტომ რომ მათემატიკის ოლიმპიადის ვსწავლებდი მაშინ. და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის ცოდნა, რაც მე სკოლამ მომცა, დამატებით რაღაც რეპეტიტორების გარეშე, პირდაპირ იყო საკმარისი, რომ საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავრიცხულიყავი უნივერსიტეტში. ამიტომ ესეც აღნიშნვის ღირსია. მე მგონი ყველა სკოლას არ შეუძლია ესეთი განათლების მიცემა. როგორც უკვე ვახსენე, ამჟამად გუგლში მუშაობ. შეგიძლია უფრო მეტი გვიანბო შენი პროფესიის შესახებ და რა პრობლემებს აწყდები ყოველდღიურად? კი ბატონო, ცოტა ზოგადად შევეცდები ვისაუბრო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ Google დიდი კომპანია, ბევრი ისეთი რაღაც კეთდება ამ კომპანიაში, რასაც ყოველდღიური მომხმარებლები ვერ ამჩნევენ. შეიძლება Google-ის ხსენებაზე გაგახსენდეთ Chrome-ის ბრაუზერი, ან Google-ის საძიებო სისტემა, YouTube-ი, ასე შემდეგ, მაგრამ შიგნით ბევრად მეტი რაღაცა ხდება, რაც უზრუნველყოფს ყველაფრის გამართულად მუშაობას. ასეთივე არის ჩემი კონკრეტული გუნდიც, რომელიც შიგნით მოკლედ შიდა ორგანიზაციული რაღაცების გამართულობაზე ზრუნავს. მოკლედ რო ვთქვა, ერთი შიდა პლატფორმა გვაქვს, სადაც გარკვეული სახის მეტრიკებს ვაგროვებთ, რაც შემდგომ ასე ვთქვათ, კომპანიის ხელმძღვანელობას ეხმარება მომავლის დაგეგმვაში და რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში. რაც შემიძლია დავამატო ზოგადად Google-ზე არის ის, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თან ყველაფერი იცი აქ, მაგრამ თან არაფერი არ იცი. ანუ რაღაცა პრობლემა ხდება, რაც უნდა გადაჭრა და შენ გაქვს უამრავი ხელსაწყო ამისთვის. მაგრამ არ ხდება ისე, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ ხელსაწყოს ექსპერტი ხარ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა ჩემთვის. სამაგიეროდ ძალიან ბევრ რაღაცაზე გაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა. და დეტალებში შესვლა ცოტა გამიჭირდება, უშუალოდ რას ვაკეთებ ამაზე. თუმცა რეკომენდაციას ვუწევ ამ კომპანიას, ყველაფერს თავი დავანებოთ, კოლეგები და გარემო არიან ისეთი, რომ ზრდისთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. საბოლოოდ, რას ურჩევდი მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან Google-ში მუშაობით? კარგი. მოდი დავიწყებ იმით, რომ მე როგორც მოსწავლეს მქონდა ვთქვათ ეგეთი მიზანი, ან შეიძლება ოცნებაც კი, როდესაც მე Google-ში მემუშავა.
მაგრამ პირველ რიგში მსგავს სცენარს ვინც გადის იმოსწავლებს ურჩევდი რომ ეს მიზანი მაინც წარმოიდგინეთ როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი თქვენს მომავალ კარიერაში და არა საბოლოო მიზანი. ისევე როგორც თუნდაც ოლიმპიადები. ეგ უნდა იყოს რაღაც საშუალება, ერთი ნაბიჯი, რომელიც კარიერის შემდგომ განვითარებაში გეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად როგორ შეუძლია მოსწავლეს, რა შეუძლია მოსწავლეს გააკეთოს, რომ კარიერაში მიაღწიოს მაგალითად ესეთ დიდ კომპანიას, ხო? პირველ რიგში ვურჩევდი მსგავს ოლიმპიადებზე ან წრეებზე სიარულს და მზადებას მისთვის, იმიტომ რომ ეს დიდი კომპანიები, როგორც არჩევენ თანამშრომლებს, ერთადად დაფუძნებულია ალგორითმების ამოცანებზე. რაც ძალიან გავს მაგალითად ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ამოცანებს. მათემატიკის ამოცანებიც რაღაც მხრივ აზროვნების პარადიგმით ახლო არის ამასთან. ამიტომ გავს დარგებში უკვე მოსწავლეობის ასაკიდან გაწაფვა ჩემი აზრით გამოადგებათ. მაგის გარდა დისციპლინის გამომუშავება თუნდაც იმისი რომ რაღაც სულ ერთია რომც არ იყოს ეს მათემატიკა ან პროგრამირება რომ შეეძლოთ რაღაცაზე თავიანთი გადაწყვეტილებით მუშაობა დიდი ხნით. იმიტომ რომ თუნდაც ეს ინტერვიუში მოსამზადებელი პროცესი ან მანამდე ადრეულ კარიერაში რაღაცების გაკეთება მოითხოვს მსგავს უნარებს. ამას გარდა ჩემი აზრით, რაშიც დამეხმარა მე ვეკუას სკოლა იყო ის, რომ უშუალოდ ამ ოლიმპიადებზე მიღებული ჯილდოები ამ ჯილდოებით შენ შეგიძლია შენი თავი უკეთ წარმოაჩინო შენს დამსაქმებელთან. და თქვა რომ აი ეს და ეს მიმიღწევია მაგალითად სკოლის ასაკში. ამიტომ კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ შეიძლება დაინტერესდნენ მოსწავლეები ოლიმპიადებით. მაგას გარდა ჯერა რომ თუ ადამიანი რაღაცას მიზნად დაისახავს და საკმარისად იშრომებს, აუცილებლად მიაღწევს მაგას, იმიტომ რომ არის უამრავი საშუალება მაგისთვის, თუნდაც კავშირები. მე მაგალითად ვინმე თუ დაინტერესდება და შემეკითხება მეც კიდევ უფრო დეტალურ რჩევებსაც მივცემ. ხო, ეს ერთი კავშირი უკვე არის. მე ჩემი ნაცნობი ეს კიდევ უფრო დიდი ქსელია და ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონია თუ ვინმე გადაწყვეტს და დაისახავს მსგავს მიზანს, უბრალოდ საკმარისი შრომა და არ დანებება აუცილებლად მიიყვანს მაგ მიზნამდე. მადლობა ასეთი საინტერესო პასუხებისთვის. წამატებულ ვეკუალები კი ერთ კვირაში დაგებრუნდებათ. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა. ნახვამდის. მოგესალმებით. ვეკვატივი გებრუნდებათ მორიგი პროფესიების განხილვით, მე კი თქვენი წამყვანი ელენე შენია გახლავართ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ პროკურორი ზურაბ ლორია. მოგესალმებით ზურაბ, დიდ მადლობას გიხდით ჩვენთვის დროის გამონახვისთვის. რამდენადაც ვიცი, თქვენი პროფესია მოიცავს გამოძიებაზე ზედამხედველობას და ბრალდემრის მხარის წარმოდგენას. ამის გარდა სხვა რა ვალდებულებები გაკისრიათ და რამდენად დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს თქვენი პროფესია. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა იმისათვის, რომ მომიწვიეთ. შევეცდები, რომ თქვენი ჩემს მიერ მოგებული ინფორმაცია იყოს საინტერესო თქვენი მაყურებლისთვის და ასევე სრულიად პასუხები ყველა იმ შეკითხვებს, რაც თქვენ გაქვთ. პირველ რიგში მადლობას მოგაცემთ კიდევ ერთხელ ძალიან კარგი შეკითხვისთვის. და გავცემ პასუხს ამ შეკითხვას. დიახ, ნამდვილად, პროკურორის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები არის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და შემდეგ უკვე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. ეს არის ის ორი უმთავრესი მიმართულება, რასაც პროკურორი ახორციელებს, ხოლო ამად გარდა კიდევ არის სხვადასხვა მიმართულებები, სხვადასხვა განცხადებების განხილვა, სხვადასხვა
საქმიანობა, რომელიცაც ახორციელებს პროკურორი ყოველდღიურად, მაგრამ უმთავრესი ზუსტად ის ორი მიმართულება, რომელიც თქვენ დაასახელეთ. გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სასამართლოში. თქვენის ნებართვით ჩავშლი ცოტათი გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა გულისხმობს პროკურორი ხელმძღვანელობას უწევს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელს ან გამომძიებლებს, რათა მან სრულყოფილად და ობიექტურად და შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება, რაც უკვე საშუალებას მისცემს შემდეგ პროკურორს დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დანაშაულის რამდენობის მიმართ და მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილება არის განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა დანაშაულის სავარაუდო რამდენობის მიმართ. გაჩერება უკვე მეორე ეტაპი, ეს სამართლებრივი, როდესაც საქმის განხილვები და უკვე პროკურორი შეჭერს და მის ასეთ მიზანი არის, რათა სასამართლოზე დაადასტუროს ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. მე მგონი გავეცით. კი ბატონო. ყველა პროფესიაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის სამახსოვრო და გამორჩეული არის ხოლმე. ხომ არ გაიხსენებდით, როგორ იყო პირველად პასუხისმგებლობებთან შეერთება? ნამდვილად ძალიან დიდი შთაბეჭდილება არის ყოველთვის პირველი ნაბიჯები პროფესიაში. ნებისმიერ პროფესიაში არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს პროკურორი იქნება თუ პირი. ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, პროფესიული საქმიანობა დაიწყო ისეთი ძალიან კარგი პროექტით, როგორიც არის სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში. ეს იყო 2006 წელს, როდესაც სტაჟირების გზით მოხვდი, ან უბრალოდ იმ გამოცდების გზით მოხვდი პროკურატურაში, რაც მაშინ იყო მაშინ ჩატარდა პროკურატურაში და რომლის შედეგადაც პროკურატურის ძირითადად მიიღეს სამუშაოდ სტაჟირების გასავლელად რამდენიმე პირი. პირველი ჩემი, ასე ვთქვათ, პროფესიული შეხება ნამდვილად მართავს სისხლის სამართლის საქმეც, დაკავშირებული იყო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, კერძოდ დანაშაულის ჩამდენმა პირმა სცადა ნარკოტიკები უკანონოდ მიეწოდებინა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრისთვის. დღეს პენიტენციური დაწესებულება ქვია, იმ დროს 2006 წელს მას ერქვა საშელახსოვრებით დაწესებულება. კი ბატონო, ხშირად გვასმის ხოლმე პროკურორების შესახებ სხვადასხვა ფილმსა თუ სერიალში. რამდენად შეესაბამება აქ წარმოდგენილი სიტუაცია რეალობას და როგორი არის თქვენი ყოველდღიური სამუშაო დღე? ამის გარდა მაინტერესებს, როგორც ახსენეთ, ძალიან ბევრი დეტალია თქვენ საქმეში და აქედან რომელი არის ყველაზე რთული და რომელი არის ყველაზე საინტერესო? ახსენეთ. დიახ, არის ფილმები, რომელიც მაგალითად ასახავს პროკურორის საქმიანობას, თუმცა ნამდვილად ახლა ფილმი ყოველთვის ფილმია, იქ პატრული ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს, გარკვეული კორექტივები აქვს რეჟისორს და ვებსაც, ასე ვთქვათ, თუმცა გარკვეული წარმოდგენისთვის მაინც გამოდგება, ასე ვთქვათ, ეს ფილმები, რათა მცირედი წარმოდგენა მაინც გქონდეთ პროკურორის საქმიანობაზე. ყოველდღიური საქმიანობა, რომ სამუშაო დღე იწყება თანაც 10 საათზე და საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, ასე ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციის მიღება, მოსმენა, რომელზედაც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ვახორციელებთ და თუ ჩაითვლება, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ რომელიმე პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ანუ ჩაითვალოს, რომ სავარაუდოდ ამ პირს აქვს გამორჩეული, მაშინ უკვე პროკურორი ვალდებულია მისცეს შედეგები საგამოძიებო თანამშრომელს გამომძიებელს
ატებით და გამოძიებულ მოქმედებების გატარების პირობით. ხოლო თუ თარგმნის რომ ეს მიწებულებები არის საკმარისი, მაშინ უკვე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. კი ბატონო. ამის გარდა როგორც დავაზუსტებ ერთ სრულად არ გავეცი თქვენს კითხვას პასუხი იმ ნაწილში რომ რა არის ყველაზე საპასუხისმგებლო ძალიან გამიჭირდება რაიმე დეტალის გამოყოფა, იმიტომ რომ მთლიანად საქმიანობა არის ძალიან საპასუხისმგებლო. ჩვენ აქ გვაქვს ორი მიმართულება, შეიძლება ესე დავარქვათ. ერთი რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენილი იქნეს დაზარალებული შელახული უფლებები, ანუ ნებისმიერი დანაშაული, თითქმის ყველა დანაშაული გარკვეული ზიანის მომტანი არის და მას თითქმის ყველა კატეგორიის დანაშაულს ყავს დაზარალებული და ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიმართულება და უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის ის რომ აღდგენილი იყოს მისი შელახული უფლებები, დარღვეული უფლებები. ამავდროულად მეორე მიმართულება არის რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა აუცილებლად აგოს პასუხი კანონის წინაშე. ამავდროულად ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქმეზე ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, ობიექტური გამოძიება, რადგან ადგილი არ ქონდეს რაიმე შეცდომას და ვთქვათ დანაშაული ადამიანს არ მოუწიოს პასუხისგება იმ დანაშაულისთვის, რომელიც მასაც ჩაუდენია, ან პირიქით დამნაშავე არ დარჩეს დაურჩევი. კი ბატონო, როგორც ახლა ახსენეთ და დასაწყისშიც მე მგონი ნახსენები ქონდათ, რომ პროკურორი ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური დარჩეს. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც პირადი ემოცია და პროფესიული ვალდებულება ერთმანეთს შეეჯახა და გართულა თუ არა ამან თქვენთვის გადაწყვეტილების მიღება. პირველ რიგში ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გაგცემთ, ნებისმიერი პროკურორიც ან ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც აქვს ყველა ის ემოცია, რაც ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს, არ არის პროკურორი ემოციისგან დაცლილი ადამიანი, ის არის ჩვეულებრივი ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიხარულის გზნობას, პოზარების გზნობაც და რაც მთავარია, მათ გააჩნიათ ემპათიის გზნობა. ანუ გარკვეულწილად ადამიანური ემოციები გვეხმარება იმაში, რომ გავიაზროთ თუ რა ზიანი მიადგა დაზარალებულს და შესაბამისად მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ შევძლოთ მისი დახმარება. რაც შეეხება მეორე მხარეს, როდესაც ასე ვთქვათ, ემოციამ ხომ არ შეგვიშალა ხელი სამსახურებრივი საქმიანობისად. ზუსტად ეს არის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რომ ნებისმიერმა პროკურორმა უნდა შეძლოს თავის თავში იმ ემოციების დათრგუნვა, რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ალბათ დიდ სირთულეს წარმოადგენს, რა თქმა უნდა. და ამის გარდა სხვა რა დაბრკოლებები გვხდებათ ხოლმე თქვენს პროფესიაში უფრო ხშირად? დაბრკოლებები რაღაც კონკრეტულის გამოყოფა ნამდვილად გამიჭირდება. ძირითადად სამწუხაროდ რაღაცა კონკრეტულის რაც ხელს გვიშლიდეს თქვათ საქმიანობის განხორციელებაში ვერ უტყვით. მაშინ კრიტიკა თუ არის თქვენს პროფესიაში, ალბათ იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდან შეიძლება წამოვიდეს რაღაც კრიტიკა, ანუ უკმაყოფილება და როგორ ვკალავდებით ამას? ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, ესე იგი, ნამდვილად პროკურორის საქმიანობა დაკავშირებულია საჯარო საქმიანობა არის ეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა გვაქვს საზოგადოებასთან. ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა ჩვენი სამსახურის მიმართ, ჩვენი საქმიანობის მიმართ, მაგრამ როგორც საჯარო მოხელეებს გვაქვს თქვენის ვალდებულება, ასე ვთქვათ, თუ ეს კრიტიკა არის ობიექტური, შევეცდებით აუცილებლად, რომ კრიტიკული შენიშვნები გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ თუ რაიმე
ასე ვთქვათ, ხარვეზი იქნება ჩვენ საქმიანობაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს კრიტიკა არის დაუმსახურებელი, უსაფუძვლო და ამ შემთხვევაში უბრალოდ იძულებული ვართ, რომ ყურადღება არ მივაქციოთ და მხოლოდ ამით ამოიწუროს ჩვენი რეაგირება ამ კრიტიკასთან დაკავშირებით. ერთ დავამატებ, უბრალოდ ძალიან ძნელი არის საერთოდ ვთქვათ, იმ კრიტიკის მოსმენა, რომელიც მომსახურებელია. ნუ ყველა სფეროში ზოგადად ვითმეთ. კი ბატონო. ყველა სფეროში ზოგადად მუდმივი წინსვლა და განვითარება რასაკვირველია დიდ როლი უჭირავს და რა შესაძლებლობებია სამისად დღევანდელ რეალობაში თქვენს პროფესიის მიმართ. მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო სამსახურია ჩვენს ქვეყანაში პროკურატურა, რომელიც ნამდვილად აძლევს შესაძლებლობას თავის თანამშრომლებს, რომ მუდმივად განვითარდნენ, მუდმივად იყვნენ ჩადგმული იმ ფერხულში, რასაც ქვია განვითარება. ამისთვის თვითონ პროკურატურაში ტარდება ძალიან ბევრი სწავლებები, ტრეინინგები და სხვა უძიებები, რაც თანამშრომლებს ეხმარება აიღნოვონ მათი ცოდნა. იმასთანავე თქვენ ყურადღებას მივაქცევთ კიდევ ერთ გარემოებას, რომ დანაშაულის ხასიათით იცვლება როსთან ერთად. მაგალითად 21 საუკუნეშია ციფრულმა ტექნოლოგიებმა წარმოიჩინა დანაშაულის საერთოდ ახალი სახეები. შესაბამისად, თუ პროკურორი და საგამოძიებო ორგანო ვერ დაეწია ამ განვითარებას, უკვე ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ, რომ მსგავსი დანაშაულები შეიძლება დარჩეს რეაგირების გარჩევა, რაც დააზიანებს საზოგადოების ინტერესს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პროკურატურა ზრუნავს თავის თანამშრომლების განვითარებაზე, გვაქვს შესაძლებლობა იმისი, რომ ფეხი აუწყოთ დროე მოთხოვნებს და ისმათ ამიტადეთ რათა მაქსიმალურად უღელოდ განახორციელოს მისია. საბოლოოდ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, მაინტერესებს, რომელი საგნები ან უნარები არის საჭირო პროკურატორისთვის და რა ურჩევდით მათ, ვისაც ამ პროფესიის არჩევა სურს მომავალში. კი ბატონო, ამ კითხვაზე ძალიან კარგი შეკითხვაა. უბრალოდ ერთ მაგალითს გეტყვით, ასე ვთქვათ, თქვენ კითხვა დამისვით, რომელი საგნები არის საჭირო. ჩემი პასუხი იქნება ყველასგან. ნებისმიერი პროკურორი თავის საქმიანობიდან გამომდინარე შემხებლობა აქვს თითქმის საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ადამიანს უნდა პროკურორობა, ის უნდა იყოს მაქსიმალურად განვითარებული ყველა შესაძლებლობის იყო. ძირითადი საგნები, რომელიც ასე ვთქვათ, ისწავლება და ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე არის საჭირო, რომ პროკურორი გახდეს, ეს არის უმაღლესი იურიდიული განათლება, შესაბამისად გამართამცოდნობა. თუ ცოტა ქვემოთ ჩავალთ უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, მისაღები გამოცდები ამასთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საგნებზეა. მაგრამ თქვენ ყურადღებას მივაქცევ ერთ ფაქტს, რატომაც კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ძალიან სიხარულით მივიღე მონაწილეობა თქვენს გადაცემაში. თქვენი სკოლა არის ფიზიკა მათემატიკის სპეციალიზირებული სკოლა და პირადი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ მაშინდელი თენგიზ გეგელიას სახელობის ფიზიკა მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებული. დღეს საზოგადოება და მაშინაც უფრო მეტად იცნობდა ამას კომაროვის სახელით. აქედან გამომდინარე, არავინ არ ჩათვალოს, რომ თუ ვთქვათ მათემატიკური სკოლის მოსწავლიანი კურსდამთავრებული იქნება, მას რაიმე პრობლემა შეიძლება ჰქონდეს კიდევ.
პროკურატურის დასაქმებისთვის თუ რა თქმა უნდა მიიღებს უმაღლეს ინსტანციას. ეს არის ოპტიმალური. ყველა საქმეში, ყველა პროფესიას სჭირდება უმაღლესი დონის პროფესიონალები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთვის დროის გამონახვისთვის. წარმატებებს და კარიერულ წინსვლას გისურვებთ მომავალში. ვეკვატეს მაყურებლებს კი მომავალ პარასკევამდე გეშვიდობებით. დროებით. გაგებით წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა ქართველი მეცნიერები და მე მისი წამყვანი მაშა ბროძელი ვარ. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ცნობილ ქართულ მეცნიერსა და ფიზიკოსზე, ნოდარ ცინცაძეზე. ნოდარ ცინცაძე დაიბადა 1930 წლის 22 თებერვალს თბილისში. აქვე დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა ოქროს მედლით. დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მაგრამ იმავე 1958 წელს აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფს. მისი პირველი მოწაფეები იყვნენ ავთანდილ პატარაია და ჯუმბერ ლომინაძე. 1960 წლიდან ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1960-67 წლებში კი იყო ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი. მეცნიერი წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული პროფესორი. იგი ლექციებს კითხულობდა ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის კოლუმბიის, კორნელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში. ნოდარ ცინცაძე 1974-2002 წლებში მოღვაწეობდა პორტუგალიასა და შვედეთში, კერძოდ გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. ის იყო ხიროსიმის სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი იაპონიაში. ნოდარ ცინცაძე 87-93 წლებში იყო აბდუსალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. სწორედ იქ ჩააკითხა ირანის მინისტრმა და მიიპატიჟა თავის სამშობლოში პლაზმის ფიზიკის სკოლის შესაქმნელად. თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში ნოდარ ცინცაძემ 7 მეცნიერი აღზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. სწორედ იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი წარმოშობით პაკისტანიდან იყო, მის სამშობლოში პლაზმური ფიზიკის სკოლის ფუძემდებლად სწორედ ქართველი მეცნიერი ნოდარ ცინცაძე მოგვივლინა. 2004-11 წლებში ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში, პაკისტანში, სადაც მისი სახელმძღვანელოებით 6 მეცნიერი აღიზარდა. დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძე იყო პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერის მიერ პირველად იყო შემუშავებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც სწორედ საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას. ნოდარ ცინცაძეს აგრეთვე ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც. მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება კი ინტენსიურად გამოიყენება დღეს საქართველოშიც და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას. 1970 წელს პროფესორ ნოდარ ცინცაძის მიერ შეიქმნა ელექტრონების მასის რელატივისტური ოსცილაციით, ანუ რხევით გამოწვეული პარამეტრული მოვლენების თეორია. ეს შრომა მოხსენებული იქნა საერთაშორისო კონფერენციაზე. ნოდარ ცინცაძე გარდაიცვალა თბილისში 2020 წლის 22 ივნისს 90 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია თბილისის მახათას ღვთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. რუბრიკა ქართველი მეცნიერები გემშვიდობება შემდეგ პარასკევამდე. ეს არის გამოცემების რუბრიკა, დღევანდელი გამოცემა კი შემდგომში მდგომარეობს. რას შეუცვალა ადგილები 1958 წელს ვინმე ერიკ ბლერმა? პასუხები შეგიძლიათ აღწერაში მოცემულ გმულზე გამოგვიგზავნოთ. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ გადაცემა, მე კი შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.